გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე რამდენიმე წელია, რაც ახორციელებს პროექტს სახელწოდებით კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში. კეთის თემისგან შორს არ წავედით, ხო? ხო, რა თქმა უნდა. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები არიან გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამთა დევდარიანი და ამავე პროექტის მენეჯერი სოფო ბერიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან გვეხარია თქვენი გამოჩენა ჩვენს სტუდიაში და მოდით მივხედოთ ამ საკითხს და დავიწყოთ თავიდან. რას ემსახურება ცენტრი და რა შემდგომარეობს მისი საქმიანობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უპირველეს ყოვლისა, გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის და ამ მართლაც რომ მეტად მასშტაბური და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტით დაინტერესებისათვის. თქვენ როგორც აღნიშნეთ, პროექტი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და აღნიშნული ხორციელდება საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე თითოეულ უწყებას აქვს თავისი კომპონენტი, რომელთა დაკავშირებითაც გეტყვით. აღნიშნულ პროექტში ჩართული არის მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებები, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა დაკავშირებით დეტალურად სოფო ისაუბრებს, ასევე გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და გარემოს ეროვნული სააგენტო. აქვე ვისარგებლებ ეთერის საშუალებით და ძალიან დიდ მადლობას გადაუხდით თითოეულ უწყებას სწორი და თანამშრომლობითი კოორდინაციისათვის, რაც აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების ინდიკატორს წარმოადგენს. მოდით მაშინ გადმოვალთ თქვენთან შეკითხვით სწორედ იმ პარტნიორ ორგანიზაციებზე, რომელსაც თამთა საუბრობდა და ზოგადად მიზანზე რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, მოგესალმებით. თუმცა სათაურში უკვე ცნობილია რაზეა საუბარი და რას ემსახურება ზოგადად, მაგრამ გასაგებად მეც ასევე მადლობას მოგახსენებ ჩვენი მოწვევისათვის. მე მიხარია რომ დღევანდელი თქვენი ეთერი კიდევ ერთხელ მოგცემს საშუალებას უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. პროექტი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში 2019 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების ზეგავლენის შემცირება მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე, ეროვნულ დონეზე, ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვის მეშვეობით და ადგილობრივი დონეზე რისკებზე დამყარებული ქმედებების გატარებით. როგორც თამთამ უკვე ისაუბრა, პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის უწყებები, რომლებიც ჩართულნი არიან აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ხოლმის ქვეშ არსებული უწყებები, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და გარემოს ეროვნული სააგენტო. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ქვეუწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი უწყება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პრაქტიკულად ყველა, ამ პრინციპში სწორედ აღნიშნულ უწყებებთან ეფექტური კოორდინაციის შედეგი არის ის, რომ პროექტი უკვე 5 წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება. აი, უშუალოდ აი ქმედებებზე დამაინტერესა ახლა აი სუბთა პრაქტიკული თვალსაზრისით რას მოიცავს ეს ქმედებები? ან თუნდაც უფრო ისე რომ ფორმულირება მივცე კითხვას, აი განათლების კუთხით რა კეთდება? აი ეს არის საინტერესო. გამომდინარე იქიდან, რომ გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მანდატს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ სწორედაც ამ კომპონენტს ვფარავთ. აღნიშნული კომპონენტის დააფარვა ხდება სხვადასხვა აქტივობებით, იქნება ეს საზაფხულო ბანაკები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მქონე მოსწავლეებისათვის, სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის და ასევე ის ფართომასშტაბიანი კამპანიები, რომლებიც ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში ეტაპობრივად ხორციელდება. მე მინდა აღვნიშნო პროექტის მასშტაბზე, როდესაც საუბრობთ, რომ როდესაც დაიწყო აღნიშნული პროექტი, ფარავდა მხოლოდ
მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტს. დროთა განმავლობაში საჭიროება გახდა, რომ დამატებულიყო მუნიციპალიტეტები და მართლა სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ დღეს 46 სამიზნე მუნიციპალიტეტი და 116 მოწყვლადი თემი არის დაფარული. ჩვენ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ვსაუბრობთ ჟურნალისტებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, როგორც აღვნიშნე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ პრევენციის სახით მოსახლეობამ იცოდეს თუ რა რიგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასათქმელი, როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირებაზე ჩვენს ქვეყანაში. და ვინ არიან თვითონ ფოკუს ჯგუფის წარმომადგენლები? მე პიროვნულად გულისხმობ კალბატონად თათაგიბრძანა რამდენი მუნიციპალიტეტია აქ ჩართული, მაგრამ პიროვნულად აი ვისკენ არის მიმართული თქვენი პროექტი. პროექტის სამიზნე აუდიტორიას, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მერიების, საკრებულოების, თემების წარმომადგენლები, სათემო არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და უნივერსიტეტები და როგორც მოგეხსენებათ, 8 უნივერსიტეტთან ჩვენ გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანეს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი პერსონალური ასისტენტები, რომელთათვისაც ჩვენ ყოველწლიურად ვაორგანიზებთ ტრენინგებს საგანგებო სიტუაციების დროს მათი ქცევის წესის შესახებ, ასევე მედია საშუალებები, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მედიის წარმომადგენლები, მათთვის თავისი სამიზნე ჯგუფებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ყოველწლიურად აორგანიზებს სხვადასხვა ტიპის ცნობიერების დონის ასამაღლებელ აქტივობებს, ტრენინგებს კლიმატის ცვლილებაზე, კატასტროფების რისკის შემცირებასა და მართვაზე, ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ საფრთხეებზე, საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე. რასაკვირველია, შეუძლიათ პერიოდულად ჩვენ სასაუბრო რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ დრო გვეწურება. მე და თამთა შორის სხვა ეთერებში გვისაუბრია ამ თემაზე, ბევრი და აი დეფიციტურ პროფესიებზე ვეღარ შევეხეთ და იმედი გვაქვს, რომ სხვა ეთერში აუცილებლად კიდევ მოგვიწევს საუბარი. ძალიან დიდ მადლობა პირველ რიგში მოსვლისთვის, საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის და